გიორგი როსოფიძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია არც სასამართლო სხდომას და არც პროცესის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ახლა მოგიყვებით იმ ჩვენების შესახებ, რომელიც დამკავებელმა პოლიციელმა მისცა დღეს მოსამართლის წინაშე. ფიცის ქვეშ პოლიციელი ამტკიცებდა, რომ არც გაშიშვლების მომენტი ყოფილა, არც ოქროს მოწმე ტაქსის მძღოლი არ გაუქრიათ საქმიდან, არც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდიათ კაციასთვის, თუმცა ყველა დამაზუსტებელი კითხვა, რომელიც ადვოკატს ან თავად ნიკა კაციას ჰქონდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამაზე პასუხები მოწმემ ვერ გასცა. დღეს ნიკა კაციამ ისაუბრა იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც, რომელსაც კონკრეტულად აღნიშნული მოწმე ბრალდებულის მტკიცებით აჟღერებდა ჯერ დაკავების მომენტში, შემდეგ უკვე კრიმინალურ პოლიციაში, შენობაში გადაყვანის მომენტში, თუმცა ყველა ეს გარემოება, რაზეც დღეს ნიკა კაციამ ისაუბრა, მოწმემ უარყო. თქვენი ხელმოწერა. ანუ თქვენი კონსტატაცია მისამხელდა რა. შეიძლება მექანიკური სისტემა აქვს. მე ხოთი პროცესით. ხო თქვით რომ კარგად წაიკითხეთ. პოლიციელი ხართ. მაშინ თქვა სიმართლე, როცა გამომძიებლის მიერ წუჩვენებასაც სრუდასმენაზე ხელი მოაწერა და შვიდ ვითარებაში გამოიკითხა თუ დღეს ამბობს? რომელ კითხვას გულისხმობთ? სად რატო არის სხვაობა გამოკითხვის ოქროსა და დღეს მიწოდებულ ინფორმაციას შორის? რომ ნიკოლოზ კაციას დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების მომენტიდან ამტკიცებდა. დღეს ბატონი გიორგი აცხადებს, რომ ვართაგავას ქუჩაზე დააკავეს. ბატონი გიორგი არის გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ შვიდ ვითარებაში და გარემოში, ასე ვთქვათ, შედგა მისი გამოკითხვის ოხნი და წაიკითხა. რატომ არის სხვაობა? დღეს ამბობთ სიმართლეს თუ გამოკითხვის დროს თქვით? იმიტომ არსებითი არის ბატონო გიორგი ეს ფაქტობრივი გარემოება. შეიძლება ახლოც არის ტერიტორიულად და რა ვიცი, ანუ ვერ ხსნით ხო რამ გამოიწვია სხვაობა? აქსის მძღოლი, რომელიც ნიკოლოზ კაციასთან ერთად იმყოფებოდა, ლევან იაშაღაშვილი, თქვენ შეხვდით მას და უთხარით, რომ ამ საქმეზე არავინ შეხმიანებოდა? აქსის მძღოლს. ლევან იაშაღაშვილს. რაზე მისაუბრეთ საერთოდ არ ვიცი. ნიკოლოზ კაციასთან ერთად იყო ლევან იაშაღაშვილი, არ გინახიათ? რაზე მისაუბრეთ მართლა არ ვიცი და აქსის მძღოლი მინახია და არავინ არ მინახია. საწავიდა ჩემი ჯიბიდან ტიკტაკი ჩვეულებრივი მენტოლის აბებია, რომელსაც ყოველთვის თანვატარებ, იმიტომ რომ არ დევს საქმეში. არ ვიცი. იმიტომ ხორა რომ მე ვეღარ ჩავდა თიქის ნარკოტიკული საშუალება ჩავდი. არაფერი არ ვინახე, რაც იყო მოღებული ის არ გინახავთ. დამკავებელ პოლიციელთან, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დატოვა უპასუხო დღეს სასამართლო დარბაზში, ჟურნალისტებს ჰქონდათ ამაზუსტებელი კითხვები, ამიტომ მას შემდეგ რაც პროცესი დაასრულდა, ჩვენ მასთან ვცადეთ კითხვების დასმა. ეს ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ მოწმეს 10-მდე კოლეგა ახლდა სავარაუდოდ, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, თუმცა აღიქვებოდა, რომ ისინი სამართალდამცველები არიან, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც ვსვამდით მარტივ კითხვას, რატომ აყენებდა ის შეურაცხყოფას ნიკა კაციას და რატომ უარყოფს ახლა ამ ყველა გარემოებას, მაშინ როდესაც სასამართლოს წინაშე აღნიშნული მოწმე ჩვენებას აძლევს, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. ადვოკატი ნიკა კაციასი არის დარწმუნებული, რომ ეს მოწმე არ არის სანდო, გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც დაკავების ოქმი, რომელიც შეადგინა თავდაპირველად მიუთითა სწორი ადგილი ნიკა კაციას დაკავების, თუმცა შემდგომში, როცა უკვე მტკიცებულებების ფალსიფიცირება გახდა საჭირო, მან საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და დღეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლოს სხდომაზე. გაწიერა რა ჩავიდი. დააწყნარდით. ვერ დავებთ ის სასამართლო შენობა. ანკაციანი არ უთხრა. ნიკა კაცია საუბრობს დაკავების დროს შეურაცხყოფას. მოწმეს, რომელსაც არ ახსოვს პრაქტიკულად არაფერი იმ დღეს თუ სად იყო, რა საკეთებდა, რა გარემოებებში იყო და რა ტელეფონის ნომერი ჰქონდა. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ჩვენება ვერ იქნება აბსოლუტურად უტყუარი. ამას და არც ჰქონდა მოლოდინი
მოლოდინი სიმართლე გითხრათ და აქედან გამომდინარე ჩემი კითხვებიც ეხებოდა სწორედაც საგამოძიებო მოქმედებებს. იმასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა თუ რატომ არის ეს სხვაობები და იყო თუ არა მის მიერ ხელმოწერილი გამოკითხვის ოქმი მან დაადასტურა რომ იყო ნამდვილად. ასავე ოქმის ბოლოში შენიშვნა გაკეთებული რომ ოქმი დაწერილი იყო მისი კარნახი წაიკითხა და სრულად სწორი იყო. ამასთან ერთად ის სწორედაც ეს პოლიციელი ვერ ხსნიდა კითხვაზე თუ რატომ იყო სხვაობა, მან განმარტა რომ არ ქონდა ამ კითხვაზე პასუხი. შესაბამისად ეს ფაქტობრივი გარემოება არსებით ცდომილებას წარმოადგენს და არ არის ეს მეორე ხარისხოვანი. ნიკა კაცია სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლო 18 ივნისს გააგრძელებს.